ერთი უცნაური მცენარე მაჩუქა ჩემთვის უცნობმა ადამიანმა ჩამომიტანა. მე კი ვიცნობ ამ მცენარეს და ველურადაც მინახავს რომ იზრდება. სად ვიყავით? მაროკოში ვიყავი სტუდენტურ ექსპედიციაში ბოტანიკას რო ვსწავლობდი გერმანიაში. მაშინ მებაღეობას რო ვსწავლობდი. ხო და იქ მაროკოში ველურად იზრდება, ეს არის იერიხოს ვარდიას ექვია. იქ აგროვებენ ძალიან ბევრს და ეხლა ეტყობა როგორც ჩანს კოლოფებით ყიდიან სუვენირად. სინამდვილეში სელაგინელაა და მშრალ პერიოდებში შეუძლია რომ თავი გადაირჩინოს და ასე გაშრეს. გახმეს, მაგრამ საოცარი არის ის რომ თუ ჩადებთ წყალში, სულ რაღაც რამდენიმე წუთში შეუძლია დაიბრუნოს, აი ნახე როგორ გამოიყურება. რამდენიმე წუთში შეუძლია დაიბრუნოს სიცოცხლე, გაცოცხლდეს. ასე ფესვიანად რომ ჩადო კოლოფში, წლები შეიძლება იყოს ასე გამშრალი და დაასხამ წყალს და გაცოცხლდება. ეხა ჩვენ დავასხათ და დაველოდოთ გაცოცხლებას, მე მგონი რომ ბევრი დრო ამას არ დაჭირდება. კოლოფზე აწერია რომ 15 წუთში ვერ იცნობთო გაცოცხლებული იქნებაო და აბა ვნახოთ. თლათ 15 წუთი არ მგონია, მაგრამ მალე რომ შეუძლია დაიბრუნოს ქლოროფილი და სიცოცხლის უნარიანობა, ეს ვიცი. წყალს რომ აიღებს, გაიშლება და გამწვანდება. აბა დაველოდოთ, მე ცოტა ჩავამატებ წყალს რომ მთლიანად წყალში იყოს. ცოტა არ მჯერა, მაგრამ მინახავს იქ იმაში, მაროკოში მინახავს სტუდენტებისთვის გვაჩვენეს მაშინ იქ როგორც დიდი სასწაული. კაი ადამიანიც რო ასე იყოს, არახელსაყრელი პირობები რომ დაუდგება, მოიკრუნჩხოს ასე. მერე კაი ამინდები რომ დადგება ნესტიანი და გრილი, მერე გაიშალოს. აბა ვნახოთ. აი მარიამ ტყილა უტრიალებ ახლა მაგას ასე უცებ არ იქნება, დაველოდოთ ცოტა. მარიამ აფერი სიკეთი არ უჩანს ამას, რა ვიცი, მე მგონი არ იშლება. 15 წუთი გავიდა კოლოფზე ეწერა ყოველ შემთხვევაში 15 წუთიო და ვადროოდ და ხვალ გადაიღე, მერე უჩემოთ ნახე როგორ გაიშალოს, არ შეიძლება რომ არ გაიშალოს. დავტოვოთ წყალში და ხვალ გადავიხოთ. თლათ სასწაული და სენსაცია არ გამოგვივიდა, მაგრამ არა უშავს. ნახოთ აბა ხვალ რას ის.